საქართველოში პირველ ავტორიზებულ სურსათის ბანკს უკვე 2000-მდე ბენეფიციარი ყავს და მოქალაქეების ინტერესი ამ ორგანიზაციის მიმართ ხითი დღე იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომლებიც ქვეყანაში სურსათის ბანკის სრულფასოვნად ფუნქციონირებას აფერხებს. რა პრობლემებზეა ამახვილებენ ყურადღებას სურსათის ბანკის დამფუძნებლები და რა კრიტერიუმებით ირჩევენ მას ბენეფიციარები ქვეყანაში სურსათის პირველი ბანკის საქმიანობის დეტალებს მარი მელიქიშვილი გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მაია, მევესალმები ჩვენს მაყურებელს. ერთად შიმშილის წინააღმდეგ ამ სლოგანით საქართველოში უკვე რამდენიმე თვეა პირველი ავტორიზებული სურსათის ბანკი ფუნქციონირებს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე რეგიონს ფარავს, თუმცა როგორც მისი დამფუძნებლები ვარაუდობენ, უახლოეს პერიოდში სურსათის ბანკის საქმიანობა სრულიად საქართველოს მოიცავს. სურსათის ბანკ ენკენიას ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და როგორც ორგანიზაციაში გვიყვებიან, ისინი აქტიურ კომუნიკაციაში არიან ევროპის სურსათის ბანკებთან, რათა საქმიანობის პროცესში მათი გამოცდილება გაიზიარონ. გარდა ამისა, ენკენიას ჩართულობით დაწყებულია მუშაობა საქართველოში სურსათის ბანკების ასოციაციის შექმნაზეც, სადაც ის საქველმოქმედო ორგანიზაციები გაერთიანდებიან, რომლებსაც აქვთ სურვილი გაიარონ ავტორიზაცია და საქმიანობა მათაც სურსათის ბანკის სტატუსით დაიწყონ. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სურსათის ბანკების საჭიროება ქვეყანაში ნამდვილად არსებობს, რადგან ერთი მხრივ გაჭირვებული მოსახლეობის რაოდენობა საკმაოდ დიდია, მეორე მხრივ კი დანარჩენი მსოფლიოს მსგავსად სურსათის დანაკარგების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია საქართველოშიც. არაოფიციალური ინფორმაციით აქ ყოველწლიურად დაახლოებით 600,000 ტონა სასურსათო პროდუქტი ნაგავს აყრელზე მიდის, მაშინ როდესაც ამ სურსათის დიდი ნაწილი საკვებად ვარგისია. სურსათის ბანკის მიზანით სწორედ ეს არის შეამციროს შიმშილის პრობლემა ქვეყანაში, ასევე ხელი შეუწყოს მოსახლეობის კვების ხარისხის ამაღლებას და სურსათის დანაკარგების შემცირებას. ბენეფიციარებს რამდენიმე კატეგორიად ყოფთ, თუმცა პრიორიტეტს ვანიჭებთ შემდეგ ჯგუფებს, ესენია მრავალშვილიანი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მარტოხელა მოხუცები. ამჟამად ყავს დაახლოებით 2000 ბენეფიციარი, თუმცა მომართვიანობა საკმაოდ გაზრდილია და ჯერჯერობით ფარავთ სხვადასხვა რეგიონს, თბილის, მცხეთას, კასპის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს, დაგვემატა ახლა ლაგოდეხი, გურია და ვფიქრობთ გავფართოვდეთ მთელი საქართველოს მასშტაბით. რაც შეეხება მომხმარებლის ჩართულობას სურსათის ბანკის საქმიანობაში, ჩვენ გადმოვიღეთ უცხოური პრაქტიკიდან მოდელი, შევქმნით სურსათის შესაწირი ყუთები და დგას საცალო ვაჭრობის ქსელებში, რამდენიმე საცალო ვაჭრობის ქსელში. მსოფლიოში სურსათის დონაცია არის ძალიან აპრობირებული პრაქტიკა, უკვე წლებია ევროპაშიც 10 წლეულებია უკვე ეს დანერგილი არის. ჩვენთანაც ძალიან კარგია, რომ ეს დაინერგა და იმედია, რომ სულ მალე რამდენიმე წელიწადში შევძლებთ უკვე მზასურსათის, მზაკერძების დონაციაში გადაცემასაც. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროექტი სულ ახალი არის, პირველადი პროდუქციის ჩამონათვალი არის დამტკიცებული, რომელიც არის ნაკლებად რისკის მომცვლელი. თუმცა ევროპის მაგალითზეც არის უკვე საუზმის მაგალითები, სადილის, ვახშმის, როდესაც კაფეებიდან, რესტორნებიდან, სასტუმროებიდან, იგივე რითეილიდან პირდაპირ ხდება ბენეფიციარებზე და მოწყვლე ჯგუფებზე ასეთი მზაასაკვების დარიგება. მიუხედავად იმისა, რომ სურსათის ბანკის დაარსება საქართველოში პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, ორგანიზაციას მაინც აქვს გარკვეული გამოწვევები, რომლებიც მის საქმიანობას აფერხებს. გამოწვევების დიდი ნაწილი ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება. ენკენიაში ამბობენ, რომ ერთი მხრივ საზოგადოებას აქვს კითხვები სურსათის ვარგისიანობასთან დაკავშირებით და მეორე მხრივ ინფორმაციის ნაკლებობა თავად ბიზნეს სექტორშიც, როგორც სურსათის ბანკში განმარტავენ ბიზნესის გარკვეულმა ნაწილმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ სურსათის ბანკში დონაციის შემთხვევაში საგადასახადო შეღავათებს მიიღებს, სწორედ ამას ითვალისწინებს კანონი სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ, რომელიც ძალაში 2025 წლის იანვრიდან არის შესული. უნდა ითქვას ისიც, რომ მთლიანად ამ პროცესის და საქართველოში სურსათის ბანკის დაარსების ინიციატორი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, იგივე FAO-ა, რომელმაც საქართველოში სურსათის ნარჩენების მართვაზე მუშაობა წლების წინ დაიწყო. უნდა აღინიშნოს, რომ მთელი რიგი გამოწვევები აქვს როგორც რითეილ სექტორს, ასევე სურსათის ბანკს, იმისთვის, რომ დაიწყოს სრულფასოვნად დონაციის პროცესი.
ძალიან გვიჭირს ცნობიერების ამაღლების მიმართულება საზოგადოებაში და ბენეფიციარებში, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დაგვეხმარებოდა სახელმწიფოს მხარდაჭერა. ბენეფიციარებთან აუცილებელი არის ინფორმაციის მიტანა, რომ დონაციას ექვემდებარება მხოლოდ და მხოლოდ უნებელი პროდუქტი, რომელსაც აქვს დატანილი best before ეტიკეტირება. ეს არის უმჯობესია გამოყენებულ იქნეს კონკრეტულ ვადამდე. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ეს პროდუქტი ძალიან ახლოს იყოს თავის ვადასთან, მაინც არის უვნებელი და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია როგორც სურსათის სააგენტოს ჩართულობა, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობა. რამდენიმე შეხვედრა საკონსულტაციო უკვე გაიმართა. რაც შეეხება ბიზნესის ჩართულობას, ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად მნიშვნელოვანი და აუცილებელიცაა სურსათის ბანკის საქმიანობისათვის. ჩვენი მთავარი პარტნიორი გახლავთ შირაქი და გსურს, რომ უფრო მეტ ბიზნესის წარმომადგენელს მივაწოდოთ ხმა. მათ შორის ეს იქნება სურსათის მწარმოებელი კომპანიები, სადისტრიბუციო ქსელის წარმომადგენლები. ბიზნესის გარკვეულ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია ახალი კანონის შესახებ, რომ როდესაც მას სურვილი აქვს შეწიროს გარკვეული პროდუქტი სურსათის ბანკს, დღესდღეობით უკვე ამ კანონის შემდეგ ის აღარ გადაიხდის საგადასახადო დამატებითი ღირებულების გადასახადებს და არ დაიბეგრება. შეგახსენებთ, საქველმოქმედო ორგანიზაცია ენკენიამ ავტორიზაცია რამდენიმე თვის წინ გაიარა და ის დღეს საქართველოში, ასევე მთლიანად ჩვენს რეგიონში სურსათის პირველი ბანკია, მისი ბენეფიციარების რაოდენობა კი ამჟამად 2000-მდე პირია. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.